მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის GT channel-ი, დღეს გთავაზობთ ერთ ამანატს Gearbest-დან. ეს ამანატი მოდიოდა დაახლოებით 1 თვეზე მეტი. რაც შეეხება შემცველობას, აქ უნდა იყოს ავტომობილისთვის სატენი, თუ როგორი სატენი ამას გახსნის შემდეგ ვნახავ და ასევე ერთი საინტერესო ნივთი, რომელსაც ჯობია გახსნის შემდეგ ვნახოთ. ამანატი ესე გამოიყურება ფიზიკურად ამანატში ისე არის დამუშავებული, რომ აღარ იგრძნობა დამცავი ბალიშები, როგორც მოიხსენებათ დამცავი ბალიშებით არის ეს პაკეტები. შემცველობა არის ძალიან პატარა, შეგიძლიათ შეხედოთ ალბათ ჩრდილზე. გარედან ფიზიკურად რა შეიძლება გითხრათ. ესე აწერია $1-მდე 50 ცენტი თუ არ ვცდები. მისამართი, როგორც ვიცი, ეს ამანატი რახან გერმანია წერია, სავარაუდოდ ეს ამანატი ჩავიდა გერმანიაში და გერმანიიდან გამოაგზავნეს საქართველოს პოსტაში. მოკლედ, ამანატზე მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი, ეს სტანდარტული შეფუთვაა Gearbest-ის. მოდით გავხსნათ. მეგობრებო, მეტი არაფერი არ არის, ეს დანაგავდოთ. მეგობრებო, ესეც ავტომობილისთვის განკუთვნილი ელემენტის სატენი. ფიზიკურად ესეთ შეფუთვაშია. ესეთ გაუმჭვირვალე პარკში დევს, საკმაოდ ხარისხიანი პარკებია. ესე გამოიყურება უფრო ახლოდან ეს სატენი. ფიზიკურად მაინც ცუდი ხარისხის არ ჩანს, როგორც ხედავთ, პლასმასია, წინა მხარესაც პლასმასია, სავარაუდოდ, როდესაც ბუდეში ჩადებულია, თან ენათება თუ არ ვცდები ლურჯად, აქვს ორი პორტი და შეგიძლიათ მონაცემები ნახოთ. შემავალი 12-დან 24 ვოლტამდე და გამავალი თუ არ ვცდები 5 ვოლტი 2000 მილიამპერი საათში. სავარაუდოდ იმუშავებს, მე ყოველ შემთხვევაში ცუდს ვერ ვამჩნევ, კონტაქტებიც კარგი აქვს. ფასს რაც შეეხება, ფასი მივეცი დაახლოებით $1.57 ერთი თვის წინ. ცუდი არ ჩანს, შემიძლიათ გიჩვენოთ, აუცილებლად ჩემს ას დავწერ გატესტვის შემდეგ. მეტი რა შემიძლია ამანატზე თქვა, აუცილებლად ამის ბმულს აღწერაში ნახავთ, შეგიძლიათ თუ სურვილი გექნებათ, შეიძლება. ამანატზე მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი, მოდით მეორეზე გადავიდოთ, ეს გადავდოთ. ახლა მეგობრებო, რაც შეეხება მეორე ამანატს. ეს ამანატი არის საკმაოდ საინტერესო, მე Facebook-ზე ერთხელ დავაშიარე ეს პროდუქტი, ფიზიკურად ესე გამოიყურება, ალბათ ბევრი ვერ მიხვდება. რა არის? ეს არის პლასმასი მეგობრებო. თუ გაინტერესებთ პლასმასი ბმული აუცილებლად დევს, რა მიზნით გამოიყენება ეს პლასმასი ბმულს აუცილებლად დავდებთ და ნახავთ. რაც შეეხება გამოყენების პრინციპს, ეს არის მეგობრებო, მაგალითად ნებისმიერ მზარეულისთვის საჭირო ნივთი, სხვადასხვა სცენარეულობის დაჭრის მომენტში ხელის დასაცავად, ეს მაგრდება ესე, იკვრება უფრო სწორად. ამას ვიკეთებთ თითზე, არ ვიცი ახლა მე ვერ გავტესტავ რეალურად. ესე თითზე ვიკეთებთ და დანით დაჭრის დროს თითი დაცულია გაჭრისგან. არ ვიცი ეს ბევრ დიასახლის გამოადგება, ასევე საინტერესო ნივთია, ასევე შეგიძლიათ რა გითხარით, ამის ბმულს აუცილებლად დავდებთ. თუ ამ საიტიდან გსურთ რამე გატესტოთ თუ როგორ ჩამოდის ამანატები, არ არის საკმაოდ სადღაც 50 ცენტი ღირს ეს ნივთი და შეგიძლიათ სატესტოდ შეიძინოთ და გატესტოთ ეს საიტი როგორ მუშაობს, როგორ აგზავნიან და ამავდროულად. მოკლედ მეგობრებო, მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი, მოდით უფრო ახლოდან გაჩვენებთ, დაათვალიერეთ. ესე გამოიყურება ახლოდან. ეს წინა მხარეს არის მყარი პლასმასი, ეს ალბათ რაღაც დეკორატიულია, სმაილის ხილაკი. სმაილის მსგავსი და აქეთ მხარეს აქვს ხელზე ზომებში შეგიძლიათ დაემაგროთ თითზე. ესე თითზე კარგად ზის, არ მიმერყეობს.
და სავარაუდოდ უნდა მუშაობდეს, აი მეტი რა ვთქვა ნივთზე. გითხარით კიდევ ერთხელ ბმულს ნახავთ აღწერაში, თუ სურვილი გაქვთ შეძინეთ. მოკლედ მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობთ რომ გვიყურებთ. თუ რაიმე კითხვები გექნებათ, აუცილებლად დატოვეთ კომენტარებში, მოიწონეთ ჩვენი გვერდი და subscribe-ეთ. მადლობა რომ გვიყურებთ. კარგად გრძანდებოდეთ.